დავფიქრდი, რომ რამდენი შრომა ჩავდა და რამდენი ენერგია ჩავდა იმაში, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა და ძალიან ამეტირა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მეამაყება ჩემი თავი და მეამაყება ის გოგო, რომ დანტირი. იმდენი რამე გავაკეთეთ მართლა და იმ ხელა შრომა და გული ჩავდეთ ამ კაფეში, ნახეთ როგორ ნერვიულობს და მაფოთლა. ისეთი რთული კვირა მქონდა, კვირა არა მარტო თვე, ისეთი რთული თვე და კვირა მქონდა, რომ ვერც წარმოიდგენთ, გარდა იმისა, რომ ყველა დეტალი აბსოლუტურად რაც კი არსებობს ამ კაფეში რემონტიდან დაწყებული. ფინანსური საკითხები, რო ვიმეხმარება ფინანსურ საკითხებში და ეს ჩემი ნამდვილი დახმარება არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც ბუღალტერულ საკითხებს მიგვარებენ არიან ჩემი დამხმარები, იმიტომ რომ აი მართლა ამ საკითხში ვარ ყველაზე სუსტი მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი კლასელები თუ მიყურებენ, მიხვდებიან, რომ მათემატიკაში მე ძალიან ცუდად ვიყავი ყოველთვის. ნუ არ მაქვს ტექნიკური ტვინი, რას ვისწავლ სამაგიეროდ. მაქვს იმის ძალა, რომ ჩემი მიზნებისკენ მტკიცედ და სწორად ვიარო და ყველანაირი გზა ვიპოვო, რომ ავიხდინო ხოლმე ჩემი ოცნებები და რაღაცნაირად ძალიან მეამაყება, მაგარი გოგო ვარ. ძალიან მაგარი გოგო ვარ, რომ მაინც ყველაფერი გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი წინაღობა შემხვდა ამ გზაზე. ბოლოს ფიქრობდი, რომ იქნებ რაღაც შეცდომა დაუშვი და იქნებ არ უნდა დამეწყო და იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ რემონტში უდიდესი პრობლემები შემექმნა, მერე მეზობელთან შემექმნა პრობლემები, რომელსაც არ უნდოდა რომ იქ საერთოდ რამე გამეკეთებინა, მერე მერიაში უდიდესი პრობლემები შემხვდა, მერე ბევრმა კომპანიებმა გადამაგდეს, ბევრმა ნერვები მომიშალა რაღაცებში. არ მინდა ეხლა ყველაფრის მოყოლა და ყველა დეტალის განხილვა. ადამიანები დამიდგნენ ბევრი ძალიან გვერდში. ჩემი და, რომელიც ჩემი მარჯვენა ხელი იყო ამ მთელი 1 წლის განმავლობაში, ლუკა, ჩემი დედა, ჩემი ნინა, მეორე და ნინო, ყველანი ძალიან დამეხმარნენ, მართლა იგვერდში მედგნენ ყველანაირად. ყველაფერი, რაც გონებაში მაქვს, ჯერჯერობით ვერ მოახერხე, რომ გაგვეხორციელებინა, მაგრამ აი ეტაპობრივად ყველაფერს აუცილებლად შემოგთავაზებ და გავაკეთებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და შეგიყვარდებათ ჩემი პეწიწინა კაფე, რომელსაც 1991 ქვია და ხო ჩემი დაბადების დღეა თან. ძალიან სიმბოლურია და ძალიან ისე დაემთხვა, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე მეტი. ყოველ ჩემი დაბადების დღე და ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ყოველთვის მიყვარდა და ალბათ რაღაც სამყაროსგან ნიშანია, რომ ამ დღეს უნდა გახსნილიყო და ეს ყველაფერი წინაღობები და ამდენხნიანი წვალება და შრომა აი ამ დღეს უნდა გახსნილიყო. მოკეთ ხვალიდან რაღაც სატესტო კვირა გვექნება და გელოდებით. მოგესალმებით, დასრულდა ჩემი კაფის სარემონტო სამუშაოები. ეხლა კი ჩემთან სტუმრად მოვიდა კლინ სერვისის გუნდი, რადგან საბოლოო იერსად ეთქვია ჩემს კაფეს, ამაყო და დაასრულა. მოგესალმებით ყველას. მოკლედ გავიხსენით. გაიხსნეთ ჩემი კაფე, ჩემი აღხსნილი ოცნება. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გითხრათ სად ვართ. ეს არის შანიძის ქუჩა. შანიძის და ხორავას კვეთა. აქეთ არის მე-6 სკოლა. გელოდებით ყველას მთელი გულით და სულით. ჩემს პატარა კაფეში, რომელიც მიყვარს, მე თორიქები, ნიკა და თათია დავხვდებიან.